დაუბრუნდით პირდაპირ ეთერში, რომელი დეპუტატები შევლენ საქართველოს მუდმივ მოქმედ დელეგაციებში ამ წუთებში თემას პარლამენტში სესიაზე განიხილავენ. სხდომაზე ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის კომისიის შემადგენლობაზეც მსჯელობენ. სავარაუდოდ დღესვე ამ კომისიის თავმჯდომარის ვინაობაც გაირკვევა. ახლა პარლამენტს ვთავთ პირდაპირ ეთერში, სადაც გვანცა პაპავაძე მუშაობს. მთელი დღეა გვანცა უფრო კონკრეტულად რა საკითხები განიხილება სესიაზე. პლენარული სხდომა უკვე განახლდა. სხდომაზე საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ირინა იმერლიშვილმა კომიტეტებში კვოტების რაოდენობის სრულებასთან დაკავშირებით დადგენილება წარმოადგინა. მისი განცხადებით იმის გამო, რომ შეიქმნა ახალი დამოუკიდებელ დეპუტატთა ფრაქცია, საჭირო გახდა კომიტეტებში კვოტების რაოდენობის სრულება და ის ერთით უნდა გაიზარდოს. ოპტიმალური რაოდენობა ციფრის და შესაბამისად აქ არის ზუსტად დაცული შემოვდივარ წინადადებით დადგენილების პროექტის მიღებაზე კომიტეტების რაოდენობას თითო კაცი დაემატოს. იმიტომ რომ არ იქნენ გამორწეული პარლამენტის წევრები კომიტეტებიდან, ვისაც უკვე დაწყებული აქვს ამ კომიტეტებში მუშაობა. შესაბამისად 12 კაციანი კომიტეტები, რომლებიც გახლავთ, ეს ხდება 13 კაციანი და 14 კაციანი კომიტეტები გახდება 15 კაციანი. კვოტებს რაც შეეხება აქ არაფერი იცვლება, გარდა იმისა, რომ ახალ ფრაქციას ემატება თითო კაცი ყველა კომიტეტში. აღნიშნულ საკითხს უკვე მოყვა შეფასებების საპარლამენტო უმცირესობისა და უმრავლესობის მხრიდან. უმცირესობის წევრი დავით ბაქრაძე ამბობს, რომ კომიტეტების რაოდენობის ასეთი ხშირი ცვლილება პროცედურული დარღვევაა, თუმცა მას არ ეთანხმება დავით საგანელიძე და განაცხადა, რომ ეს არის არითმეტიკული საკითხი და კვოტების ამგვარი გადანაწილება სრულიად შესაბამისი და სამართლიანია. ეს мотивация უმრავლესობის, რომ მყარი უმრავლესობა კონდეთ კომიტეტებში ჩემთვის გასაგებია, მაგრამ პრინციპი თვითონ რომ იმის დამიხედვით, რომელი დეპუტატი გააცდენს კომიტეტს ან რომელი ახალი ფრაქცია შეიქმნება კომიტეტში, ამის დამიხედვით მუდმივად ცვალოთ საპარლამენტო კომიტეტების რიცხოვნობა ლუწიდან კენტზე და მერე კენტიდან ისევ ლუწზე, თვითონ პრინციპი არის არასწორი. ამიტომ მე ვიმაჩნია, რომ ეს საკითხია, სადაც ჩვენ ხარს ვერ დაგიჭერთ. უშევქმნით იმის ილუზიას, რომ თუ ეხლა ხვალ ზეგ ერთ თვეში, ორ თვეში შეიცვალა კიდე რაღაც თანაფარდობა, შეიქმნა ახალი ფრაქციები, ამან შეიძლება გამოიწვიოს კი შესაძლებელია რაღაც ეტაპზე ისევ დადგეს ამის საჭიროება, რაც ნამდვილად არ უნდა გაგვიკვირდეს. თუმცა ბუნებრივია ეს არ უნდა იყოს მუდმივად რაღაცა ისეთი ფორმა, რომ აუცილებლად უნდა რამე შევცვალოთ. ამიტომ ეს სუფთა არითმეტიკის საგანია და ეს პროპორცია, რაზეც ქალბატონი ირინა საუბრობდა და ეს განაწილება კვოტების ყველაზე იდეალურადაა მიახლოებული იმ რეალობასთან, როგორცაა პარლამენტის წევრთა რაოდენობა. დღეს ასევე განიხილება ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისა და აუდიტორიული საკითხების შემსწავლელი კომისიების შემადგენლობისა და თავმჯდომარეების საკითხი. ცოტა ხანში უკვე დაიწყება ადამიანის უფლებათა კომიტეტის მიერ წარმოდგენილი პოლიტპატიმრების შესახებ წარმოდგენილი დადგენილების განხილვა. სულ ცოტა ხნის წინ კი წარმოადგინეს 11 დელეგაციის შემადგენლობაც. ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეა ძირითადი შემადგენლობა თედო ჯაფარიძე ხელმძღვანელი ფრაქცია ქართული ოცნება, ლევან ბერძენიშვილი ფრაქცია ქართული ოცნება რესპუბლიკელები, ირაკლი ჩიქოვანი ფრაქცია ქართული ოცნება თავისუფალი დემოკრატები, დავით ბაქრაძე ფრაქცია ერთიანი ნაციონალური მოძრაობა, ჩიორა თაქთაქიშვილი ფრაქცია ერთიანი ნაციონალური მოძრაობა, საქართველოს ევროკავშირის საპარლამენტო თანამშრომლობის კომიტეტი. ძირითადი შემადგენლობა თინათინ ხიდაშელი ხელმძღვანელი ფრაქცია ქართული ოცნება რესპუბლიკელები, გია ვოლსკი ფრაქცია ქართული ოცნება, ვიქტორ დოლიძე ფრაქცია ქართული ოცნება თავისუფალი დემოკრატები, გიორგი კანდელაკი ფრაქცია ერთიანი ნაციონალური მოძრაობა, გიორგი ვაშაძე ფრაქცია ერთიანი ნაციონალური მოძრაობა, სათადარიგო შემადგენლობა ერეკლე ტრიპოლსკი ფრაქცია ქართული ოცნება, ანი მიროტაძე ფრაქცია ქართული ოცნება, დავით ონოფრიშვილი ფრაქცია ქართული ოცნება თავისუფალი დემოკრატები, ნიკოლოზ ყიფშიძე ფრაქცია ერთიანი ნაციონალური მოძრაობა, ტარიელ ლონდარიძე ფრაქცია ერთიანი ნაციონალური მოძრაობა რეგიონები. მორიგი პლენარული სხდომა უნდა გამართულიყო პარასკევს, თუმცა იმის გამო, რომ პარასკევს არის გიორგობის დღესასწაული და 23 ნოემბერი საქართველოში დასვენების დღეთ არის გამოცხადებული, ამიტომ პარასკევს განსახილველი საკითხებით დღევანდელ პლენარულ სხდომაზე განიხილება. მადლობს პარლამენტიდან გვანცა პაპავაძე საუბრობდა პირდაპირ ეთერში.